როცა საუბრობთ ივანიშვილის რეჟიმზე, ეს რაღაც პოლიტიკური თეორიისთვისაც ცნობილი ამბავია, რომ თუ დიქტატურაზე გადადის ბოლომდე სახელმწიფო, ამ შემთხვევაში მუდმივი კრიზისია, ხო, ესეთ ქვეყნებში და მუდმივად არის რეპრესიული ზომები. ამიტომაც როცა საუბრობთ ივანიშვილზე, მას დინამიკა ისეთი აქვს, რომ რაღაც პოზიტიურ ნაბიჯებს იმიტომ არ დგამს და ვერ დგამს, რომ მისი დინამიკა არის უფრო და უფრო გამკაცრება, უფრო და უფრო მეტი რეპრესია, უფრო და უფრო მეტად მოშთობა დამოუკიდებელი ფინანსური წყაროების და ორგანიზაციების განეიტრალება. ამ გზაზე ის რა ხრელსაც ნახავს, იმ ხრელის ამოხსება შეეცდება. ყობახიძე ხო აცხადებს ხოლმე და სხვა სპიკერები, რომ ამ კანონების ახლა გამკაცრება და დამძიმება არის საჭირო იმისთვის, რომ აი ეს ხრელები რაც არსებობდა წინა კანონის მიღების დროს ამოავსოთ. სინამდვილეში მათთვის ხრელის ამოხსება ნიშნავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუციების საბოლოო განადგურებას და ნებისმიერი დემოკრატიის კუნძულის განადგურებას. სამოქალაქო ორგანიზაციები რატო არის საფრთხე ამ ხალხისთვის, რომ დამოუკიდებელი ორგანიზაციები და დამოუკიდებლად ატარებს პროექტებს. ივანიშვილის გამო უნდა იყოს ნებართვა. ეს კანონის არის ხო ეგ არის. ივანიშვილს თუ მოწოხარ, უნდა მიიღო დაფინანსება და უნდა არსებობდეს როგორც ორგანიზაცია. არ მოეწონები, არ გექნება შესაბამისად ივანიშვილის მთავრობის, რომელიც არის ივანიშვილის ხელის ბიჭებისგან, რა თქმა უნდა, შემგარი თანხმობა და ამიტომ არ იარსებებს. ძალიან მარტივად ხდება ამ ქვეყანაში დიქტატურის ანაბანაა, ხო? თუ არ უნდა რომ ბატონს არსებობდე, არ უნდა იარსებო. აი აქამდე ხო არსებობდნენ მაგალითად მედია საშუალებები, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ნერვებს უშლიდა ივანიშვილს და ნერვებს უშლიდა ქოცებს. აღარ უნდა არსებობდნენ. ან ფურცელზე აღარ უნდა არსებობდნენ ყოველ შემთხვევაში. ხა ის ხალხი შეიძლება ზოგი იატაკქვეშა გზებით დაუპირისპირდეს ამ რეჟიმს, მაგრამ რეჟიმის მიზანი ეს გახავთ. რამდენად აასრულებს ჩვენზე არის დამოკიდებული და ეხლა როცა ვსაუბრობთ მათ ამ ცრუ ბუნებაზე, ეს ხო ყველასთვის ხილული გახავთ, ხო? ადამიანები საუბრობენ USAID-ის თუნდაც აი ამ არ ვიცი სოროსის ფონდის ნებისმიერი აი ამ არასამთავრობო რამნიშნულობის ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების რეპუტაციაზე და მათ რაღაც დანაშაულებრივ ქმედებებზე და თვითონ იყვნენ კოორდინატორები, წევრები და მმართველები პროექტების, ხო, წლების მანძილზე ეს ყველა მიცეს საქართველოში. უბრალოდ ამ ხალხს შუბლის ზაღვი აქვს გაწყვეტილი ივანიშვილმა შეძლო და მმართველობის ბოლო წლებში, აი როგორც ხდება ხოლმე, ხო, აი Dream Team-ს რო ქმნიან ხოლმე, ხო, აი Dream Team-ი არის ადამიანების ქოცების Dream Team-ი კარგი გაგებით კი არ არის. ხო, ანუ შუბლის ზარღვის გაწყვეტის Dream Team-ი შექმნა ივანიშვილმა, იმიტომ რომ ამ ხალხს აბსოლუტურად ნებისმიერი თავისი წარსულის ქმედებაზე შეუულიათ გადააბიჯონ. გვახსოვს მათი სპიკერები, რომლებიც ერთი წლით ადრე აცხადებდნენ, რომ აღარ ვაკადრებთ ქართულ ხალხს რუსული კანონის შემოღებას და ერთი წლის მერე თვითონ განაცხადეს, რომ ეხლა რუსული კანონი უნდა შემოვიღოთო. გვახსოვს ადამიანები, რომლებიც არასოდეს ორგანიზაციებში ხარ ცოდნემ სწორი აღნიშნა, ზოგი ადამიანი ხა ბატონის ოზარიც ესეთი პიროვნება არის, რომელიც არ ვიცი, მე რო ბავშვი ვიყავი, რო გეკითხა ჩემთვის 10 წლის ბავშვი ვიყავი და რო გეკითხა ჩემთვის აი ვინ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, აი ტერმინიც ხა არ ვიცი, ზოგს დისკრიმინაციულად იყენებს ხოლმე და ამიტომაც არ მიყვარს ხოლმე ამ NGO-შნიკის ტერმინის ხმარება, მაგრამ აი რო გეკითხა, მათ შორის სოზარ სუბარს დავასახელებდი მაგალითად, ხო? თვითონ ეს პაპუაშვილის ყობახიძის ეს მთელი ჯგუფი, ხო? მათ შორის რა თქმა უნდა არის პირდაპირ აი აღმოცენებული ამ წიაღში. არასამთავრობო ორგანიზაციების წიაღში და სხვათა შორის სოროზე რო საუბრობენ, სოროსი ვისთან იყო ჩახუტებული ნეტავი 2012 წლის არჩევნების ხო არ ახსენდება საზოგადოებას, ფოტოებიც არსებობს და ვიდეო კადრებიც არსებობს, როგორ იყო ჩახუტებული ივანიშვილთან, როგორ გულშემატკივრობდა ივანიშვილს და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არ ვიცი ხა თუ ვინმესთვის ხარი დაუჭერია ჯორჯ სოროს საქართველოში იმისთვის, რომ არჩევნების გზით ვიღაცა სხვა მოსულიყო ხელისუფლებაში, დაუჭერია მხარი ივანიშვილისთვის. მანამდე და ამის მერე მსგავსი ფაქტი მე არ მახსენდება. პირდაპირ ვიტყვი. და ეს ხალხი გამოდის და იძახის, რომ თურმე ვისთანაც, ვის წიაღშიც აღმოცენდნენ, ვისი მეგობრები და პარტნიორებიც იყვნენ და ვინც დაეხმარა მათ შორის შეიძლება ხელისუფლებაში მოსვლაშიც, თურმე ეს ხალხი ყოფილა დანაშავე და მათ გამო უნდა დაისაჯონ ის პიროვნებები და ის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს აკეთებდნენ. ახლა მართლა პრობლემა, როცა საუბრობენ ხოლმე სამთავრობო პროპაგანდას, ამას თილობს ხოლმე, რომ აი რუბიო საუბრობს და ტრამპის. რუბიო და ტრამპი რაზე საუბრობდნენ, რომ სხვადასხვა რაღაც მართლა აი პატაჟურ პროექტებზე რო იხარჯებოდა მილიონები ამერიკელი გადამხდელების, მათთვის ხო ვერ ხვდებიან რაში უწყობდა ხელს კეთილდღეობას და წისვლას რეგიონში კონკრეტული პროექტი, მაგრამ საქართველოში ეს პროექტები რო ხორციელდებოდა, ანუ ხო ყველანი ამ ქვეყნის შულები ვარ და ეხმარებოდნენ მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის ინსტიტუციური რეფორმების კუთხით, საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით ძალიან პოზიტიურ როლს თამაშობდნენ და ეხლა მე რო არ ვილაპარაკო ამაზე, შეგვიძლია არქივს გადავხედოთ და ეხლა ცნობილი მაგალითად ხალბატონი თეა წულუკიანი ძალიან ცნობილი გამოსვლა არის, რომელიც TikTok-ზეც და არ ვიცი Facebook-ზეც ხშირად ხდება ხოლმე, ხო, სადაც ის თურმე აქებს ადიდებს გერმანელებს, მათ წვლილებს და მათ წვლილზე საუბრობს ევროპელების წვლილზე ჩვენი საკანონმდებლო ბაზის დახვეწაში. და ეს ადამიანები 5 წელიწადში აბსოლუტურად სხვა რაღაცას გვეუბნებიან, ხო? ანუ რასთან გვაქვს საქმე, მარტივად ვიტყვით, Dream Team-ი შეიქმნა ადამიანების, რომელთაც პოლიტიკური და მორალური სინდისი ნამუსი არ გააჩნიათ. ყველაფერზე არიან წამსვლელები, რა ინსტრუქციაც მიუღვათ. უბრალოდ იმის გამო, რომ ირაკლი, აი თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად გამოუვათ რეალურად სრულად, ესე ვთქვათ, ტოტალურად დიქტატურის დამყარება, ხო, ქვეყანაში.
რას გულისხმობ? აი ჩვენზეა დამოკიდებულს რომ ამბობ, აი რა იგულისხმება? ჩვენზეა დამოკიდებული გულისხმობთ. აი რა ტიპის წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება ესეთ დროს? თუ წინააღმდეგობა არის ძალიან ბევრი კუთხით, ხო? აი გუშინ ვიყავი მარშზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იყო გამოსული, მიუხედავად ამდენი რეპრესიული კანონისა, ხო? ჩვენ კარგად გვესმის, რომ საზოგადოებაში ახლა 5000 ლარიანი ჯარიმების ფაქტორიც იყო, ტროტუარზე დგომის ფაქტორიც იყო, ანუ ყველა მიმართულებით კრიმინალიზაცია ხდება საპროტესტო აქციაში მონაწილეობის, ხო? მიუხედავად ამისა, ადამიანები მარშზე გამოვიდნენ და მიიღო ათასობით ადამიანმა მონაწილეობა. პოლიტიკურ პარტიებზე რამხელა ზეწოლა იყო, რომ პარლამენტში შესულიყვნენ და რაიმე დონეზე ლეგიტიმურად ეცნოთ ყავილაშვილი ან საპარლამენტო რა ნებისმიერი თუნდაც ტრიბუნა და რო არ მოხდა ამის გამო გაუშვეს ბევრი ლიდერი მათ შორის ციხეში, ხო? ადამიანებს ეუბნებიან, რომ ქუჩაში არ დადგეთ, არ გააპროტესტოთ ჩვენი რეჟიმი და წინ ტროტუარზე დადგეთ, ნებისმიერ ადგილას დადგეთ, შეიძლება დაგიჭიროთ ციხეში, მაინც დგას ეს ხალხი. სამოქალაქო ორგანიზაციებს ავალდებულებდნენ, რომ აგენტის სახელით შესულიყვნენ, ასე ვთქვათ, თანხმობა განეცადათ ამ კანონების მორჩილებაზე და ვერ ახდენენ. სანამ წინააღმდეგობა გრძელდება, მანამდე არის რომ რამდენად ეფექტური? აი რითი ზომავთ წინააღმდეგობა არის თუ არა? არა, ეფექტურობის საზომი ძალიან რთულია პირდაპირ გეტყვით. მე ამაში შეყოლას არ ვაპირებ მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ სანამ ეს რეჟიმი არსებობს, მანამდე იმის თქმა რომ რაღაც არის ეფექტური ან არაეფექტური, ხო, ნუ მარტივად არის საქმე, ხა სანამ ეს რეჟიმი იქნება, მანამდე ეფექტურად და პროდუქტიულად და ან პოზიტიური მხოლოდ კონტექსტში საუბარი არ გამოვა, რა თქმა უნდა, ხო? მე ამას არ ვაპირებ, სანამ ეს რეჟიმი არსებობს, მანამდე ქვეყანას აქვს ეგზისტენციალური საფრთხე და უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ეხა იმის თქმა რომ აქ ხალხი დაჩმორდა და შეეგუა დიქტატურას, ასე არ გახლავთ. გუშინ ვიყავი აქციაზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ათასობით ადამიანი იყო გამოსული. მე სიმართლე გითხრათ, ეხა ამდენ ადამიანს ყოველ მარშზე ვიღებ მონაწილეობას და ამ ხელა რაოდენობა არ მახსენდება პირადად არ ვიცი თუ სხვას ახსენდება და ეს რას ნიშნავს რატო ლაპარაკობ ამაზე რომ არ ემორჩილება და ხალხი არ ეგუება პოლიტიკოსები მიუხედავად იმისა რომ იციან რომ არ უნდა ისაუბრონ თქვა ქიმიური იარაღით მოწამვლაზე არ უნდა ისაუბრონ მაგალითად ყველაზე მჭიდროდ საკითხებზე კორუფციის საკითხებზე მაინც მიმდინარეობს ეს თქვენ ახლა ჟურნალისტები რამ ხელა ზეწოლის ქვეშ ხართ და მაინც დამოუკიდებელი მედია ფუნქციონირებს მიუხედავად ამ ხელა ზეწოლის ანუ ეს გასაგებია რომ შეიძლება ვიღაცისთვის ნუ გასაგებია რომ გამარჯვებისთვის არ მოგწევი ამიტომ შეიძლება ვიღაცას კითხვა დაიბადოს რომ ხო ეფექტური არაფექტურობაზე მაგრამ მათთვის აი კოცების მხრიდანაც რომ დავინახოთ ამდენი რამე გააკეთეს და ეგონათ რომ გადაწყდებოდა ბოლომდე ეს წინააღმდეგობა დარწმუნებულები იყვნენ ყობახიძე ერთი წლის წინ იძახდა აქციები აღარ იქნებაო ამ ქვეყანაში და ისეც არ არის საქმე რომ ჩვენ მათ შორის რაღაც თვითკმაყოფილებაში რო ვიყოთ ეს რა თქმა უნდა საერთოდ ესე არ გახლავთ პირველ რიგში მაგრამ ისეც არ არის საქმე რომ რაღაც ხოცებს ყველაფერი გამოუვიდათ და იმ შედეგებს მიაღწიეს რა შედეგებისთვის მიღწევა უნდათ